მაშ ასე, ნატოს სამდის პირველ დღე ანკარაში დასრულდა და შეგვიძლია პირველი შედეგები შევაჯამოთ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და რუსეთის დიქტატორი ვლადიმირ პუტინი სურთ შეთანხმება და უახლოეს მომავალში მაინც დადებენ გარიგებას და შესაბამისად, უკრაინაში ომი მალე დარეგულირდება. ტრამპის თქმით, მან ცოტა ხნის წინ პუტინთან საკმაოდ ხანგრძლივად ისაუბრა და მიანიშნა, რომ უმჯობესია შეთანხმებაზე წავიდეს. კიევში ამას დიდად არ სჯერათ და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის კიდევ რამდენიმე წელი იბრძოლოს, თუ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება. როგორც ჩანს, გამძლეობის მარაგი ნამდვილად აქ. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინის შორმანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოსკოვს დააკარგვინა რწმენა, რომ საიმედოდ დაცული უკანა ზონები აქვს და ეს უნდა დააჩქაროს მშვიდობის მიღწევა. როგორც ზელენსკიმ თქვა ციტატა, ჩვენ სრულად დავანგრიეთ რუსეთის წარმოდგენას სტრატეგიული უკანა ხაზის არსებობაზე. ნატოს სამიტის კულუარებში ამბობენ, რომ ტრამპს მოსწონს, როგორ ანადგურებს უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტებს და მან კიდევ ერთხელ მოუწოდა გააძლიერონ ასეთი შეტევები, რათა პუტინი იძულებული გახდეს შეთანხმებაზე წავიდეს. მაგრამ საჯაროდ უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინის შორმანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა მოსკოვს დააკარგვინა რწმენა. ნატოში მიმდინარეობს ისტორიული დარწმუნებულობა საიმედო უკანა ხაზების არსებობაში, მაგრამ საჯაროდ ამის შესახებ არ საუბრობენ. ამასთან ნატოში მიმდინარეობს ისტორიული ტრანსფორმაციები. ერთი მხრივ დღეს აშშ-მა განაცხადა, რომ გადააქვს. იარავის წარმოების გადატანა ევროპაში ეხება სტინგერის რაკეტებს, ატაკამს, ასევე აბრამსის ტანკებსაც. ზელენსკიმ განაცხადა, რომ იარავის ნაწილის წარმოებას ევროპაში გადაიტანენ, ეს შეეხება სტინგერის რაკეტებს, ატაკამს, ასევე აბრამსის ტანკებსაც. მეორე მხრივ ევროპა უარს ამბობს სტრატეგიულ შორმანძილზე რადიოლოკაციური აღჭენისა და მართვის თვითმფრინავებზე და გადადის უკრაინის შვედურ თვითმფრინავებზე. ტრამპმა ასევე დაფილდა, რომ მოხსნის სანქციებს და დააბრუნებს ანკარას F-35-ის პროგრამაში, რომლისგანაც ადრე გამორიცხეს, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ დაფარულ თვითმფრინავებს. ტრამპმა ასევე დაფილდა, რომ მოხსნის სანქციებს თურქეთისთვის და საბოლოოდ დააბრუნებს ანკარას F-35-ის გამანადგურებლების პროგრამაში. ეს მიღწევა ოფიციალურად მოუწოდეს რუსებს, ციტატა, არ იკანკალონ საწვავის კრიზისის გაგამო. რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმაში ოფიციალურად მოუწოდეს რუსებს, ციტატა, არ იკანკალონ საწვავის კრიზისის გამო. მე თუ ეს სლენგი არ გაიგეთ, არ იკანკალთან დაკავშირებით, დეპუტატმა ვოლოდინმა მოუტამუთა რუსებს, რომ არ იკანკალონ კიევზე და არც უკრაინულ უპილოტოებს. საერთოდ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირივმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა არ უნდა იწუწუნონ და არ იჩივლონ ბენზინის დეფიციტზე უკრაინული დარტყმების შემდეგ, რადგან აქვთ რწმენა, რომ ზუგში ყველაფერი რიგზეა. საერთოდ ამ ყველაფერზე და არა მხოლოდ ამაზე ვისაუბროთ ამ გამოშვებაში. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავიწყებთ ამ გამოშვებაში, ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ამ თემას, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. დღეს 7 ივლისია. მოდით შევაჯამოთ გასული დღის შედეგები. ამგვარად ანკარაში დღეს 7 ივლისს დაიწყო ნატოს სამიტი და ჩვენ უკვე გვაქვს მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი განცხადებებისა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ კირილის მნიშვნელოვანი განცხადებებიც და უკვე ხელმოწერილი დოკუმენტებიც. რომ ტრამპმა დაინტრიგა უკრაინაში ომის დასრულების გეგმებით და თავისი ხანგრძლივი საუბრით. მათ დააკარგვინეს დარწმუნებულობა საიმედო ზურგის არსებობაში, მაგრამ ზელენსკიმ კიევში განაცხადა, რომ ეს იყო ქრონოლოგიურად პირველი. უკრაინული შორმანძილზე დარტყმებმა რუსეთში, ეგრეთ წოდებული Deep Strike-მა, მოსკოვს დააკარგვინა დარწმუნებულობა საიმედოდ დაცული ზურგის ზონების არსებობაში და ეს უნდა დააჩქაროს მშვიდობის მიღწევა. კიევში ამის შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. შემდეგ კი კიევმა განაცხადა, რომ უკრაინულმა შორმანძილზე დარტყმებმა დააკარგვინა დარწმუნებულობა საიმედოდ დაცული ზურგის ზონების არსებობაში. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი თავის უპირატესობად თვლიდა უზარმაზარ ტერიტორიას ღრმა ზურგს, სადაც უსაფრთხოდ შეიძლებოდა სამხედრო წარმოების განთავსება და ტექნიკის შენახვა. და ყველაფერი, რაზეც ომის წარმოება დამოკიდებული, იქ იყო განთავსებული, რადგან რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ იქ ვერავე მიაღწევდა. მაგრამ ჩვენ შევძელით. ზელენსკის გამოსვლაში საუბარი იყო მათ შორის ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმაზეც, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 2,500 კილომეტრში მდებარეობს. და კიდევ ერთი ციტატა ზელენსკისგან. უკრაინულმა დრონებმა რუსეთის თავდაცვა გაარღვიეს და სიბირეში მდებარე რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. ეს გამონაკლისი არ არის, ეს ახალი რეალობა და რუსეთში აღარ დარჩა არც ერთი მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც უკრაინას არ დაურტყამს. სხვათა შორის, ეს დარტყმებია. Да, это, кстати, правда. უკრაინა განსხვავებით რუსეთის ფედერაციისგან საბრძოლო მოქმედებებს არ ატარებს სიამოვნებისთვის და არც გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის. ჩვენ ზრდით ამ ომის ფასს რუსეთისთვის და ამით ზრდით მშვიდობის მიღწევის შანსებს. აქვე აღნიშნავ, რომ დარტყმა ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, რომელიც ყველაზე ძლიერი ნავთობქარხანაა მთელ რუსეთში, მოხდა 6 ივლისს წინადღეს. დრონებმა დააზიანეს ფემსის დაანადგარები, ნავთობის პირველადი გადამუშავების დაანადგარები. ეს ფაქტობრივად ქარხნის ბირთვი და გულია.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმამ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა. Reuters წყაროების ინფორმაციით, დრონების დარტყმის შედეგად დაზიანდა ნავთობის პირველადი გადამუშავების დაანდგარი ავდათი. ამ ობიექტზე მოდის ამ საწარმოს სიმძლავრეების დაახლოებით 38%. გარდა ამისა, თავდასხმის გამო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაანდგარის ალთ-11-ის გაჩერება გახდა საჭირო, რომელიც ქარხნის სიმძლავრეების კიდევ 37%-ს უზრუნველყოფს. Არმიშნულია, რომ მეორე დაანდგარზე პირდაპირ დარტყმა არ ყოფილა, მაგრამ იმის გამო, რომ გვერდით სხვა დაანდგარი იწოდა და ნამსხვრევები მიფრინავდა, ისიც დაზიანდა. შედეგად, ამ დროისთვის ქარხანა მხოლოდ თავისი სიმძლავრის 25%-ზე მუშაობს. მაგრამ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ქარხნის მუშაობა შეჩერდეს და სცადონ ნავთობის გადამამუშავებელი კონსერვირებული ავარიული დანადგარების ხელახლა გაშვება, რათა ზარალი ანაზღაურდეს. ასევე ზელენსკიმ დღეს ნატოს სამიტზე განაცხადა, რომ უკრაინული ძალები ყოველ თვე დაახლოებით 30,000 რუს ჯარისკაცს ანადგურებენ. მისი თქმით, მხოლოდ ივნისში თითქმის 28,000 რუსი ოკუპანტი იქნა განადგურებული. ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს აქვთ ვიდეო მტკიცებულება თითოეული რუსი ოკუპანტის ლიკვიდაციის შესახებ. უმრავლესობა სწორედ უპილოტო აპარატებით იქნა განადგურებული. და როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა როგორც თავად თქვა, ამით არ ამაყობს, რომ თითქოს ამდენ რუსს კლავს. ხოლო უკრაინა უბრალოდ აფიქსირებს ასეთ ფაქტებს, იმისთვის რომ აჩვენოს, რომ ეს, ციტატა, ომია, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ იძულებულები ვართ ვაწარმოოთ. ასევე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უნდა იყოს ნატოში, რადგან მისი თქმით, ნატო უკრაინასთან ერთად მომავლის ალიანსია. ციტატა. მართლა ვფიქრობთ, რომ სწორია ნატოს გარეთ დატოვოთ ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ასეთი დონის თავდაცვითი პოტენციალი აქვს. თუ ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი შესაძლებლობები, სრულიად ლოგიკურია, რომ ეს პოტენციალი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ნაწილი გახდეს. აქ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ აშკარად როგორც კიევი, ისე მოსკოვი ცდილობდნენ გაეზარდათ ფსონები სწორედ ნატოს სამიტის წინ. უკრაინამ გააძლიერა deep strike, ხოლო დღეს კიდევ დრონები დაარტყა უკვე 10 ტანკერს აზოვის ზღვაში, რომლებიც ცდილობდნენ ყირიმში საწოვის შეტანას. წინა გამოშვებაში ხვდებოდი იმაზე, რომ ერთ ღამეში პტახი მადიარა, ანუ უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებმა ერთდროულად დაარტყეს 8 ტანკერს აზოვის ზღვაში, რომლებიც სწორედ ყირიმში ბენზინის შეტანას ცდილობდნენ. И уже днем 7 июля და უკვე დღისითაც ტანკერებსაც ასევე დაესხნენ თავს აზოვის ზღვაში. ანუ ამ დროისთვის ერთ დღეში ჩვენ დავარტყით 10 ტანკერს ეგრძოლები ჩრდილოვანი ფლოტიდან, რომლებიც ყირიმში ბენზინის შეტანას ცდილობდნენ, ერთი მშრალი თვითმზიდი და ერთი ბორანი, რომელიც ქერჩში იდგა. აი ეს. ამას ყველაფერს კიდევ ერთი ახალი ამბავი უნდა დავუმატოთ. დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა გაამჟღავნა სპეციალური ოპერაცია აშანის დეტალები. ამ ოპერაციის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უბრალოდ მინიმუმ ნახევარწლით უკან დაახევინეს რუსების შესაძლებლობები, რის გამოც მათ ვერ შეძლეს ზაფხულის დასაწყისში სრულმასშტაბიანი შეტევა დაეწყოთ. ფედოროვის თქმით, უკრაინული ოპერაცია აშანის შემდეგ რუსი დამპყრობლები იძულებულნი გახდნენ ფრონტის ხაზიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის ტექნიკა გაეყვანათ. სხვათა შორის, ეს არის, როგორც ამბობენ, ნორმალური ადამიანის სპეცოპერაცია. აი ეს არის. მინისტრის თქმით, სპეციალური ოპერაციის პირველი ეტაპი ჯერ კიდევ გასულ წელს ჩატარდა. მისთვის სპეციალურად შემუშავებული დრონები იყო მომზადებული, შეგროვებული იყო საჭირო სადაზორო მონაცემები და მზადდებოდა მასშტაბური დარტყმა, მოწინააღმდეგის ტექნიკაზე მოწინააღმდეგის ღრმა ზურგში. 3 დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 959 მტრის ობიექტი გაანადგურეს. რამდენიმე კვირის წინ ამ ოპერაციის მეორე ეტაპი ჩატარდა. ამჯერად მთავარი მიზანი მტრის საარტილერიო ძალები იყო. ოპერაციის მეორე ეტაპისთვის შემუშავდა ახალი საბრძოლო მასალა, საარტილერიო ძალების გასანადგურებლად. ანუ იგულისხმება ახალი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი საბრძოლო მასალით. შედეგად 221 გაანადგურებული მიზანი. საერთო ჯამში ოპერაცია აშანის 2 ეტაპის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 1180 მტრის ობიექტი. და ეს ყველაფერი დრონების დახმარებით, მხოლოდ დრონებით და უკრაინელი ჯარისკაცებისთვის წინა ხაზზე რისკის გარეშე. 2025 წლის მაისში დაიწყო სპეციალური ოპერაცია აშანი.
რამდენიმე თვის განმავლობაში თავდაცვის ძალებმა ლაზერისა და 412 ბრიგადა ნემეზისის მონაწილეობით მტრის ძალებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველაზე ძლიერი დარტყმები მიაყენეს. ტექნიკა, რესურსები, ლოგისტიკა. 959 დაზიანებული და განადგურებული ობიექტი საბრძოლო შეხების ხაზიდან 50-ზე მეტი კილომეტრის მანძილზე. თავდაცვის ძალების კოორდინირებულმა მუშაობამ მნიშვნელოვნად შეასუსტა მტრის შეტევითი პოტენციალი. დანაკარგების აღსადგენად მას თვეები დასჭირდა. 2026 წლის ივნისში ჩატარდა ოპერაცია არტ-აშანის ახალი ეტაპი, რომელიც მტრის артиლერიაზე იყო კონცენტრირებული. ამჯერად თავდაცვის ძალების დანაყოფებმა კოორდინირებულად დაარტყეს ოკუპანტების ჰაუბიცებს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და სტარობილსკის მიმართულებებზე. შედეგად დაზიანდა 231 მიზანი, მათგან 171 განადგურდა. დარტყმების ეფექტიანობა დადასტურებულია ობიექტური კონტროლის საშუალებებითა და კავშირის გადაჭერებით. უკვე პირველივე დღე რუსული ჯარების აქტივობა მთელ ზონაში 30-დან 91%-მდე შემცირდა. საერთო ლამში სპეციალური ოპერაცია აშანის ფარგლებში 1180 მიზანი დაზიანდა. ყოველი დაზიანებული მიზანი ნიშნავს ნაკლებ ცეცხლს უკრაინულ პოზიციებსა და ქალაქებზე. ყოველი ასეთი ოპერაცია ასუსტებს მტერს და აახლოებს იმ მომენტს, როცა ის დაკარგავს უნარს თავს მოახვიოს თავისი პირობები ბრძოლის ველზე. მუშაობა გრძელდება. ვლადიმირ პუტინმა თავის მხრივ სადაც დონალდ ტრამპის შთაბეჭდილება მოეხდინა, განცხადებით კონსტანტინოვკის თითქოს და აღების შესახებ დონეცკის ოლქში და განცხადებებით თითქოს რუსები ელვის სისწრაფით მიიწევენ მთელი ფრონტის ხაზზე. მოგახსენებთ, ეს მე არ ვიგონებ. ეს მისი პირდაპირი სიტყვებია. პირველ რიგში მან თვითონ გამოაცხადა, რომ კონსტანტინოვკა აიღეს, თუმცა სინამდვილეში არ აუღიათ. მეორეც, მან თვითონ უყვებოდა კურსანტებს, გახსოვთ კრემლში რო შეკრიბა ისინი და უცხადებდა, რომ ამბობს, ფრონტის არც ერთი მონაკვეთი არ არის, სადაც რუსები წინ არ მიიწევენ. ამბობს, არც ერთი. აი მთელი ფრონტის ხაზი და ყველაფერი წინ მიიწევს. ეს მისი სიტყვებია. და აშკარად ამ თხუილებით ის ცდილობდა როგორმე შთაბეჭდილება მოეხდინა დონალდ ტრამპზე, რომ მას ეთქვა, ვაუ, აი როგორი იბრძვით. დიახ, ზელენსკი უნდა დავაძაოთ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და ტერიტორიები დათმოს. და აქ პუტინი კიდევ ტრაბახობდა ტრამპთან, კიევში საცხოვრებელ სახლებზე თავისი ბარბაროსული დარტყმებით. და აი აქ აღმოჩნდა, რომ პუტინის განცხადებები რუსეთის გარდაუვალ გამარჯვებაზე ტრამპზე შთაბეჭდილებას არ ახდენდა. ტრამპა განაცხადა, რომ მისი აზრით უკრაინასა და რუსეთს ომის დასრულებაზე შეთანხმება შეეძლებათ. ამერიკის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ მას საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინთან, რის შემდეგაც დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის. შემდეგ ტრამპის ციტატა. ფიქრობ, ორივე სურს შეთანხმება. სამწუხაროა, რომ ამდენი დრო დასჭირდა, მაგრამ მგონია რაღაც გამოვა, რაღაც მოხდება. ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის ლიდერი რეჯეფ თაიპ ერდოღანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებისკენ მიმართულ სამშვიდობო ძალისხმევას ეხმარება. აქვე აღნიშნა, რომ სუსპილნოს წყაროებმა აცნობეს, რომ მართლაც გუშინ 6 ივლისს ტრამპა ტელეფონით მოლაპარაკებები გამართა ზელენსკისთან და პუტინთან, თუმცა ამ საუბრების შესახებ საჯაროდ არ უცნობებიათ. ასე რომ არსებობს იმედი, რომ მოლაპარაკებების პროცესი მართლაც წინ მიდის და ოპტიმისტური პროგნოზებიც არსებობს, რომ ზამთრამდე შეიძლება მოხდეს სულ მცირე საბრძოლო მოქმედებების შეჩერება. თუმცა პირადად მე მოუწოდებ ყველას ძალიან ფრთხილად მიუდგნენ ასეთ პროგნოზებს. ძალიან ფრთხილად. იმიტომ რომ მეორე მხრივ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კივილ ბუდანოვმა დღეს მოულოდნელად განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის წლების განმავლობაში გააგრძელოს ომი რუსეთთან, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგს არ გამოიღებს. მისი თქმით, ახლა რესურსის და გამძლეობაც საკმარისია. დონალდ ტრამპმა ცალკე აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია უყუროს იმას, რაც უკრაინაში ბრძოლის ველზე ხდება. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. მე ვნახე იმ ბრძოლის ველების ფოტოები. ეს დრონების ომია. ეს ომია დრონების გამოყენებით. ეს სრულიად ახალი ტექნოლოგია. ხალხი ვერც კი დაიჯერებს, რამდენად სასტიკია ეს ომი. მე ვნახე ბრძოლის ველები. შემდეგ მან თქვა, რომ ზოგჯერ თხოვს ეს ფოტოები არ აჩვენონ, რადგან მისთვის რთულია მათზე ყურება და ასე შემდეგ. Знаете, იცით, იმედი მაქვს, რომ დონალდ ტრამპს მაინც აჩვენეს. სულ ცოტა, რამდენიმე ფოტო. რუსეთში დამწვარი ნათობ გადამამუშავებელი ქარხნებიდან.
და ამ უზარმაზარ რიგებით რუსების, რომლებიც ავტოგასამართ სადგურებზე დგანან, იმედით, რომ მაინც 20 ლიტრი უხარისხო ბენზინი მიიღონ, რატო უხარისხო? ეხლა თუ რომელიმე რუსულ პაბლიკს გახსნით, ყველგან წერენ, რომ მანქანები უკვე იწყებენ წყობრიდან გამოსვლას, რადგან ბენზინი ისეთი დანამატებითაა, რომ მანქანები 100 კილომეტრში უბრალოდ ფუჭდება. სხვადასხვა დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვოლოდინმა განაცხადა, რომ უკვე აღიზიანებს ეს წუწუნა რუსები ავტოგასამართ სადგურებზე. ამბობს პირდაპირ მიშლით ნერვებს. ამიტომაც მან მოუწოდა მათ, ციტირებით, არ ინერვიულონ საწოვის კრიზისის გამო, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბრეთ. აქ არ მინდა ყურადღება გავამახვილოთ, ცოტა მოგვიანებით დაუბრუნდებით ამ თემას. ეხლა დაუბრუნდეთ ტრამპს. ტრამპი მხოლოდ უკრაინაზე არ ლაპარაკობდა. ადრე ტრამპმა განაცხადა, რომ საერთოდ არ უნდა ნატოს ამ სამიტზე წასვლა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ ჩავიდა, რომ ის თურქეთში ტარდებოდა. ეს ის ქვეყანაა, რომელსაც თავის მეგობრად მოიხსენიებს. და აი დონალდ ტრამპმა, როგორც ჩანს, ორი საჩუქარი მოამზადა თურქეთის პრეზიდენტისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის. მან მიანიშნა, რომ თურქეთს ნებას მისცემს შეერთებული შტატებისგან F-35 ტიპის გამანადგურებლები შეიძინოს. ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოხსნის თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს, რომლებიც ანკარამ რუსეთის საერო თავდაცვის სისტემების C-400-ის შეძენის გამო მიიღო. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა დააწესა ეს სანქციები თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს. ახლა კი ამბობს, მეგობრების წინააღმდეგ საუბარი არ შეიძლება, სანქციები უნდა გაუქმდეს. როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ სწორედ მან დააწესა ისინი. თურქეთთან ურთიერთობების გადატვირთვის ფარგლებში აშშ-ს სწავლობს შესაძლებლობას დაადასტუროს, რომ თურქეთმა შეასრულა F-35-ის გაყიდვის მოთხოვნები. თუმცა კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რომ ანკარამ უარი თქვას ამ რუსულ S-400-ზე. მით უმეტეს, რომ რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ ისინი ძალიან ცუდად გამოიჩინეს თავი. სწორედ ამ საზეიმო სარაკეტო კომპლექსების შეძენამ 2019 წელს გამოიწვია აშშ-ის სანქციები და უარი F-35-ის გამანადგურებლების გაყიდვაზე. და აი წყაროების თქმით, თურქეთი მზად არის წავიდეს კომპრომისზე, რომელიც აშშ-ის მხრიდან ტექნიკურ ზედამხედველობას ითვალისწინებს. მაგრამ ამასთან ერთად, თურქეთს შეიძლებოდა შეენარჩუნებინა რაკეტები განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ანუ იგულისხმება, რომ მოდით ეს C-400-ები დავაკონსერვოთ, ამერიკელები უყურონ და დარწმუნდნენ, რომ ისინი არ მუშაობენ. უბრალოდ დაკონსერვებულები არიან. დახურულია, დგანან და არ მუშაობენ. მაგრამ უცებ ღმერთმა არქნას ოდესმე დაგჭირდეს, რომ შეძლოთ მათი გამოყენება. ერდოღანმა განაცხადა, რომ უკვე მიიღო დაპირება 5 F-35 თვითმფრინავის მიწოდებაზე, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მაგრამ ნიშნავენია გვესმოდეს, რომ აშშ-ის კონგრესს ჯერ კიდევ მოუწევს ორივე გადაწყვეტილების დამტკიცება. როგორც სანქციების მოხსნის, ასევე თვითმფრინავების საკითხზე. მაგრამ არ არსებობს გარანტია, რომ კონგრესი ამას გააკეთებს. თურქეთისთვის F-35-ის გაყიდვას აქტიურად ეწინააღმდეგება ისრაელი. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ ეს დაარღვევს ძალთა ბალანსს ახლო აღმოსავლეთში, სადაც ყველაზე თანამედროვე იარაღი სწორედ ისრაელს აქვს. მისი თქმით, თურქეთის გაძლიერება ასევე არ მოეწონებათ აშშ-ის არაბ მოკავშირეებს რეგიონში. ამ გაძლიერებას არც საბერძნეთი სურს, რადგან თურქეთი კვლავ აკონტროლებს ჩრდილოეთ კვიპროსს, რომელიც 1974 წელს დაიკავა. მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე დღეს გამოვიდა ცალკე გამოშვება. ამიტომ გადადით YouTube არხზე და აუცილებლად ნახეთ ის. აქ ჩვენ მაინც განვიხილავთ ნატოს სამიტის შედეგებს. სწორედ ნატოს სამიტზე დღეს მოულოდნელად წამოიჭრა ჩინეთის თემა. როიტერსი იუწყება, რომ ნორვეგია სურს ჩინეთმა დაეხმაროს რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაში. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარსტიორემაც კი მოუწოდა ჩინეთს გამოიყენოს თავის კავშირები რუსეთის ხელმძღვანელობასთან, რათა დაეხმაროს უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით მოგვარებაში. მისი თქმით, ეს ასევე სასარგებლო იქნება პეკინისა და ევროპის ურთიერთობებისთვის. განცხადება მან ორშაბათს გააკეთა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან ოსლოში შეხვედრის შემდეგ. სტიორეს თქმით, მათი საუბრის უმეტესი ნაწილი სწორედ უკრაინას მიეწუნა. ამის შესახებ მან დღეს ნატოს სამიტის ფარგლებში ისაუბრა. ნორვეგიელმა ჩინოვნიკებმა ჩინელებს მოუწოდეს გადასცენ დაუბანელ რუსებს, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. უბრალოდ არსებული ფრონტის ხაზის მიხედვით, ეხლა პუტინზე ვსაუბრობ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდა და მოლაპარაკებები დაიწყო. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა არსებული ფრონტის ხაზის მიხედვით. როგორც სტერემ განაცხადა, ციტატა, ეს თავისთავად უკვე დიდი დათმობაა უკრაინის მხრიდან, რადგან ეს მათი ტერიტორიის ფარგლებშია. სტერემ პირდაპირ დააკავშირა რუსეთის ომის თემა უკრაინის წინააღმდეგ და ჩინეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები. ციტატა:
არსებობს დიდი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის ევროპასა და ჩინეთს შორის. მაგრამ სანამ ეს ომი გრძელდება და ჩინეთი რუსეთის ახლო პარტნიორია, ეს ზღუდავს ამ შესაძლებლობას. მაგრამ ამის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ვანისთან შეხვედრის შემდეგ მან მიიღო მიწვევა ეწვიოს ჩინეთს. ორ ქვეყანას შორის კონტაქტების გააქტიურების ფარგლებში, მათ შორის უმაღლეს დონეზეც. ჯერჯერობით მეტი დეტალი არ არის, მაგრამ ჩინეთის გააქტიურება შეიძლება კვლავ მიუთითებდეს მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებაზე. ამავე დროს უკვე ხვალ გაიმართება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ ზელენსკის პირადი შეხვედრა. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ მას მებრძოლი განწყობა აქვს შეხვედრის წინ და განხილული იქნება მათ შორის უკრაინისთვის პატრიოტის მიწოდების საკითხი, რათა დაიცვან ქვეყანა რუსეთის ბალისტიკური იარაღისგან. თუმცა ევროპელები სკეპტიკურად არიან განწყობილი. როგორც ბლუმბერგი წერს, ევროპელი მოკავშირეები აღიარებენ, რომ უკრაინამ გააძლიერა მოლაპარაკებების პოზიციები, დრონების წარმოების განვითარებისა და ომის გამოცდილების წყალობით. ამავე დროს ისინი ფრთხილად აფასებენ ტრამპისა და ზელენსკის მომავალი შეხვედრის პერსპექტივებს. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ტრამპისა და ზელენსკის მოლაპარაკებები სავარაუდოდ კარგ ატმოსფეროში გაიმართება. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის არაპროგნოზირებადობის გამო არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ისინი კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდება. ევროპელი ჩინოვნიკებიც არელიან, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპი მნიშვნელოვნად გააძლიერებს ზეწოლას რუსეთზე. საუბარია როგორც ახალ სანქციებზე, ასევე ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდების განახლებაზე. მაგრამ სულ მცირე ყველა ევროპელი ლიდერი ელოდება, რომ ტრამპი ხელს არ შეუშლის უკრაინასა და ევროპას გააგრძელონ რუსეთის ქვის ხანაში დაბრუნება. და როგორც დაგპირდით, გამოშვების ბოლოს მოგიტანთ ამბავს სარკის მიღმა სამყაროდან, რომ გაგეღიმოთ. რუსეთში საწოვის კრიზისი გრძელდება. დღეს მაგალითად იაპონიამ აუგზალა რუსებს ავიასაწოვის მიწოდება, რომელსაც ისინი ძალიან სთხოვდნენ იაპონელებს. მაგრამ როგორც დღეს განაცხადა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა, რუსებმა უნდა შეწყვიტონ წუწუნი და არატეხონ პანიკა საწოვის კრიზისის ფონზე. უნდა ამოს გაერთიანდნენ დაუძურებული ლიდერის პუტინის გარშემო და რა უნდა ქნან? მოითმინეთ, იჯექით და მოითმინეთ. მისი თქმით, რუსების პანიკა მხოლოდ რუსეთის მტრებს აძლევს ხელს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ცდილობენ. შემდეგ მოვიყვან ვოლოდინის ციტატას. როდესაც გამოწვევებს ვაწყდებით, ვიწყებთ კანკალს, პანიკას. ეს ყველაფერი მტრის სასარგებლოდ მუშაობს. უნდა შევიცნობოთ ეს, აუცილებელია შეგვეძლოს დართმის გაძლება და ბოლომდე წასვლა. ჩვენი ფინანსური სისტემის დანგრევა სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ეკონომიკის ნაფლედებად ქცევად სურდათ, მაგრამ ესეც ვერ შეეძლეს. და ბოლოს, როგორც ჩანს, ვოლოდინმა უხარისხო ბენზინის ორთქლით ისუნთქა და განაცხადა, ციტატა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეები ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან იმ პირობებში, როცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დასავლეთის ყველა ქვეყანა გამოდის. იცით, მე ვოლოდინს პასუხად ვეტყვი. შეგახსენეთ, რომ 2014 წლამდე სანამ ეს დაუბანელი რუსები უკრაინაში არ შეიჭრნენ, მთელი ევროპა მასობრივად ვაჯრობდა რუსებთან და აზრადაც არავის მოუვიდოდა რუსეთის წინააღმდეგ გამოსვლა. იყო შესანიშნავი ანგელა მერკელი, რომელიც პირიქით პუტინს იცავდა, მასთან მიდიოდა, ხელს ართმევდა, თავს ირცხვენდა, ვაჭრობას აწარმოებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ ყოფილა. მაგრამ ვოლოდინი ამბობს, დასავლეთი ჩვენს წინააღმდეგ აღდგა, სურს ჩვენი განადგურება და ასე შემდეგ. მაშ, რუსებო, ვითმენთ. გახსენეთ, რომ ეს დაძაბულობა რუსებს შორის იზრდება საწოვის მწვავე კრიზისის გამო, რომელმაც პრაქტიკულად მოსკოვის კონტროლქვეშ მყოფი ყველა რეგიონი მოიცვა, ჯერჯერობით ჩუკოტკის გარდა. უკრაინის კამპანიის შედეგად, რომელიც რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ობიექტების განადგურებას ისახავდა მიზნად, ყველგან შემოიღეს საწოვის გაყიდვის ლიმიტები, ასევე აკრძალეს საწოვის კანისტრებში ჩასხმა. ხოლო რიგები ავტოგასამართ სადგურებზე ზოგიერთ ადგილას უკვე ორბიტული თანამგზავრებიდანაც ჩანს. მაგრამ როგორც ვოლოდინმა თქვა, რუსებო, მოითმინეთ, რადგან თქვენი ლოზუნგია მონური თმენა. აქ წერტილებს ვსვამ. თქვენი აზრი და თქვენი მოსაზრებები ამ საკითხზე დაწევეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დააჭირეთ ზარს. ამით ყველაფერი დასრულდა. იჟუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.